Do you need the club? Aha, მონატრებია თურმე. და შის დაკვრა. მომიწევს რომ რაღაც ჭკვიანურები ვილაპარაკო მაშინ. რომ რაღაც იქნება. რაღაც გვეშველება, რაღაც გამოჩნდება. გამეთყობა რომ მე სტრესს უმკლავდები. არის და თქვენი საქმე არ არის. წამომეტირა. ისე ჭირად პირი. ეს არის ძალიან რთული კითხვა. ერთი უშნო მელოდი წვერიანი კაცი რა უნდა დარჩეს, არაფერი. ანტიტრინავი, ანჩიტები. ჩიტების მაჯონი. ბევრად. სულ ეს იყო. დიდ ბოდიშს გიხდით, გაუგებარი. აბდაუბდა საუბრის გამო. Okay, that's all. Okay. Yeah. დავიწყეთ. აჰა, მონატრებია თურმე. და შის დაკვრა. კარგი ბატონო. პირველი კითხვა არის ასეთი. რა არის შენთვის უფრო მნიშვნელოვანი? სიმართლე თუ სიმშვიდე? და რატომ? მომიწევს რომ რაღაც ჭკვიანურები ვილაპარაკო მაშინ. იცით რა, გამიკეთებია წავსულ ვარ ამ კომპრომისზე, რომ მე თქვა ტყუილი და სანაცვლოდ მომეპოვებინა სიმშვიდე, მაგრამ რაც რო გადის ადამიანი ხვდები, რომ ტყუილით მოპოვებული სიმშვიდე ვერ არის ხანგრძლივადიანი. ეს არის უბრალოდ გადავადება. და აუცილებლად შემდეგ გაორმაგებული ან გასამაგებული შფოთი მოდის ხოლმე. სინამდვილეში, როდესაც ირჩევ სიმართლეს, რამდენად წარეც არ უნდა იყოს ის და რამდენად მტკივნეული ჩვენთვისაც, სხვისთვისაც, მაინც უკეთესი არჩევანია. და შორეულ პერსპექტივაში სიმართლეს მაინც მოაქვს შენთვის სიმშვიდე. იმიტომ რომ აღარ გიწევს მუდმივად რაღაცების დამახსოვრება და არ გიწევს რომ ტყუილები დააშენო ერთმანეთს და საბოლოოდ მაინც გაწირო საკუთარი თავი უფრო დიდი სტრესისთვის. Do you need the club? შეკითხვა ნომერი 2. არის რამე შენში რაც არასდროს იცვლება მიუხედავად იმისა რომ წლები გადის? ხო, ბევრია რა თქმა უნდა, ეგეთი რაღაც და კარგი თითქმის არც ერთი. როგორც წესი თავში მომდის ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანური მანკიერებები, რომლებიც ვირუსივით აგვეკიდა ბავშვობიდან და ვერადავერ ვიშორებ. ცდები როგორც არის სიზარმაცე, უნებისყოფობა და ეს ორივე ჩემთვის ძალიან ახლობელი. მაგრამ რაღაც უძე ვილაპარაკო, ვიტყვი რამე კარგს. ესეთი რაღაც ჩემთვის არის განცდა, რომ მუდმივად რაღაც იქნება. რაღაც გიშველის, რაღაც გადაგარჩენს. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ეს რაღაც შეიძლება რომ შეიცვალოს შენ წარმოდგენაში. ზოგ შემთხვევაში მოიაზრებდე ადამიანს, ზოგ შემთხვევაში მოიაზრებდე წიგნს, რომელსაც წაიკითხავ, ფილმს, რომელსაც ნახავ, ამბავს, რომელსაც დაწერ. მაგრამ რასაც უკვირდები ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ იცვლება ის განცდა, რომ რა რთული პერიოდიც არ უნდა იყოს, რა გრიგალიც არ უნდა ანგრევდეს ჩემ შინაგან სამყაროს, რა ცუდადაც არ უნდა უგრძნობდე თავს, როგორც არ უნდა ვეხებოდე ფსკერს და მეგონოს, რომ შეუძლებელია უბრალოდ რომ ამ ყველაფრის მერე გამოიდაროს, მაინც ვაკვირდები, რომ ჩემი შინაგანი მე მკარნახობს, რომ რაღაც იქნება, რაღაც გვეშველება, რაღაც გამოჩნდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ველოდები რაღაც სასწაულს, მაგრამ ჩემთვის არის რაღაც ოპტიმიზმის მარცვალი, რომელიც ვერადავერ დავკარგე. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის კარგი, ან ეს არის ცუდი. მაგრამ ხვდები, რომ ეს არის ჩემი. და არც მინდა, რომ ამ განცდას გავეშორო. შემდეგი შეკითხვა, რა არის ის, რისი დაკარგვისაც ყველაზე მეტად გეშინია? ალბათ ეგეთი რაღაც, რისი დაკარგვაც შემაშინებდა. ალბათ არის ცნობის მოყარეობა. ცნობის მოყარეობა ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს ამბების მოყოლა,
როგორც ადამიანისთვის ზოგადად, როგორც მამისთვის, როგორც მეუღლისთვის არის მთავარი ამოძრავებელი ელემენტი, თუ რა ვქნა, მთავარი საწვავი, რაც ადამიანს გეხმარება, რომ მუდმივად გქონდეს რაღაცის ინტერესი, რაღაც იკვლიო, რაღაც გამოიძიო, დასვა შეკითხვები და ამ შეკითხვებზე პასუხი ეძიო. და რაც უფრო დიდია ეს ცნობის მოყარეობა, მით უფრო შორგზას გატარებს. მთელი მუღამი არის ის, რომ შეიძლება ამოხსნა, მიიღო რაღაცებზე პასუხი და მიხვდე, რომ ამ პასუხიდან გაჩნდა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი. მე მგონი ცოდნის მუღამი ხო ეგ არის. ადამიანი, რომელიც რაღაცა ცოდნას იღებს, რაღაც კარს გახსნის, ხვდება, რომ ამ კარის გახსნით კიდევ უფრო მეტი დახურული კარია. და ეს უსასრულოა, მთელი მუღამიც არის ეგ, რომ ეს ყველაფერი არის უსასრულო. შემდეგი შეკითხვა. რა არის ის, რითიც ყველაზე მეტად ამაყობ? ურა, კარგი ჩიტების ჭიკჭიკია. ხო, ეგეთი რაღაც არ მგონია, რომ რაღაც საამაყო ამბები მაქვს, საგმირო ამბები ჩადენილი ცხოვრებაში. მიფიქრია ამაზე, ძილის წინ, ჩუმად, ჩემთვის. და მივხვდი, რომ საამაყო შეიძლება მქონდეს ხოლმე იმ მომენტებში, როდესაც ხედავ, რომ ჩემი შვილი რემედიოსი, რომელიც ახლა არის 6 წლის და ჰადაჰაი ახლა იწყებს ცხოვრებაში გარკვევას, ახლა უჩნდება შეკითხვები, ახლა უყალიბდება, ასე ვთქვათ, იდენტობა, როცა ხედავ ხოლმე, რომ რემედიოსი მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან ამაზე, არც მე არც ნინიას ამის შესახებ არ გვილაპარაკია მასთან, არ გვისწავლებია, არ მიგვითითებია რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის სწორი ან არასწორი. ბავშვი ხო სინამდვილეში ვერ ხვდება რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. ის არის უბრალოდ ისეთი, როგორიც არის, ხო? როცა ვხედავ ხოლმე, რომ რემედიოსი გარკვეულ მომენტებში დგება სწორ მხარეს, იჩენს ლმობიერებას, იქცევა ისე როგორც კეთილი ადამიანი უნდა მოიქცეს. არის თავაზიანი. აი ამ მომენტებში მიჩნდება სიამაყის განცდა. და სიამაყის განცდა ალბათ მიჩნდება იმიტომ, რომ თუ ამ ქვეყანაზე დადის კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ნათელსა და ბნელს შორის დგება ნათელ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში ამის შესახებ მასთან არავის არ ულაპარაკია და ამისი ინსტინქტურად აქვს ეს ცოდნა ამარჩევანს ესე აკეთებს, ამ დროს სიამაყის განცდა მეუფლება ხოლმე. შეიძლება პათეტიკურია ეს პასუხი, მაგრამ რას ვიზამთ ეგეთი. შემდეგი შეკითხვა. ქონია მომენტი, როდესაც ისტორია, რომელსაც წყვებოდი ან წერდი, იმდენად ძვირფასი იყო, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა გენანებოდა და სიჩუმე არჩია. მე მგონი ყველას ცხოვრებაში ყოფილა ესეთი შემთხვევა. მნიშვნელობა არ აქვს თავის ამბებს წერს, თავის ამბებს ყვება, თავის ამბებს წერს და საწერი მაგიდის უჯრაში ინახავს, არქივებს. ყველა ჩვენგანს ჰქონია ისეთი განცდა, რომ მომენტი, რომელიც დაინახა, აღიქვა, იფიქრა, მოიგონა, ერთმანეთს დააშენა, არის მისთვის იმდენად ლამაზი, რომ ძუნწობს და ენანება სხვებისთვის გაზიარება. აღარ მახსოვს იმ ფილმის სახელი, აი შონ პენი რო ფოტოგრაფია და ინსტაგრამი ქონდა წაღებული rilsები, გეცოდინებათ მოკლედ ყველა შემთხვევაში. როცა ხედავს თუ არ ვწდები ლეოპარდია თუ რომელიღაც სხეული, ცხოველი კატისებრთა ოჯახიდან ხედავს ობიექტივში მის მოძრაობას და ეს მეორე პერსონაჟი ეკითხება, რომ რატო არ აჩხაკუნებო, რატო არ იღებო ფოტოაპარატით. ის პასუხობს, რომ ხანდახან ამას არ ვაკეთებო, იმიტომ რომ მირჩევნია, რომ ის მშვენიერება, რაც დაინახა, არ დაარღვიოს, ასე ვთქვათ, ფოტოაპარატის ჩხაკუნით, არ აღბეჭდოს, არ გაუზიაროს სხვებს. ხანდახან არის კი ნამდვილად ეგეთი მომენტი, როცა იმდენად ძვირფასია რაღაც, რომ კი შეიძლება შენ შეძლო ამ ყველაფრის გადმოცემა. ისე რომ სხვებსაც თითქმის ზუსტად აუხსნა. და მიანიჭო ეს ბედნიერება. მაგრამ გინდა რომ შენი იყოს და გააქვს ადამიანს იმის უფლება, რომ დარჩეს შენთან სამუდამოდ.
როდის იგრძენი პირველად რომ პასუხისმგებელი ხარ საკუთარ ცხოვრებაზე. უცნაურია ეგ ამბავი, მაგრამ ის რომ საკუთარ ცხოვრებაზე ვარ პასუხისმგებელი, ვიგრძენი მაშინ, როდესაც სხვის ცხოვრებაზე აღმოუჩნდი პასუხისმგებელი. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა და მივხვდი რომ მე მარტო საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი, გავაცნობიერე რომ მე უნდა გავუფრთხილდე საკუთარ თავს, პასუხისმგებელი ვარ მათ შორის საკუთარ თავზე, იმიტომ რომ მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს შვილზე. აი ეგეთი პასუხი მაქვს. შენი შინაგანი კრიტიკოსი ყველაზე ხშირად რას გეუბნება? ხო, მე და ჩემი შინაგანი კრიტიკოსი მე მგონი აი ჩემთან ერთად დაიბადა. განა ის რომ მე გამოჩნდა, როცა ნაბიჯების გადადგმა დავიწყე და რაღაცები. მგონია რომ მთელი ცხოვრება თან და ალბათ ყველანი ეგრე ხართ, ეხა რაღაც ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობ ამით. ესეთი რთული თანაცხოვრებაც მქონია მე და ჩემს კრიტიკოს, როცა ერთმანეთი გძულდა, როცა ერთმანეთს არაფერში არ ვეთანხმებოდით, მაგრამ რაც დრო გადის მე შეხმატკბილებულები გავხდით და ძალიან ესეთი რაციონალური კრიტიკა გვაქვს ხოლმე ერთმანეთის შესახებ ყველაფერი ვიცით. ყველაზე ხშირად ჩემი შინაგანი კრიტიკოსი მეუბნება რომ უკან უნდა რაღაც დოზით წარსულში უნდა დარჩეს უნებისყოფობა, უნდა გავხდე უფრო შრომის მოყარე და უნდა მოუკიდო ხელი ისეთი რაღაცის კეთებას, რაც აქამდე მაშინებდა და მეგონა რომ ვერ დავძლევდი. გასაკვირია, მაგრამ ბოლო დროს მეუბნება რომ შემიძლია ამის გაკეთება. შემდეგი შეკითხვა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ცხოვრებამ გასწავლა? მე მგონი რაღაც ყოველდღე გვასწავლის რაღაც გაკვეთილებს, მათ შორის უმნიშვნელო ისეთ რაღაცებს, რაც უმნიშვნელო გგონია, მაგრამ მე აღმოჩნდება ხოლმე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. აი ერთი ეგეთი გაკვეთილი იყო, რომ მასწავლა რომ თუ კი შეგიძლია შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის ნახვა, მაშინ როდესაც მას ეს ნახვა სჭირდება და მისთვის აუცილებელია და შენ კიდე რაღაც დაღლას გრძნობ, აუცილებლად უნდა ნახო. მიხვიდე და უთხრა რა მნიშვნელოვანია შენთვის ადამიანი, იმიტომ რომ მეორე ასეთი შანსი შეიძლება რომ არ მოგეცეს. და მე მქონია ეგეთი შემთხვევა. ესე რომ გაკვეთილი ვისწავლე. გაიხსენე ყველაზე ნოსტალგიური მოგონება შენი ბავშვობიდან. ეგეთი მოგონება, ეგ არის მოგონებების წყება ალბათ, სიტუაცია, ვითარება, რომელიც რაღაც ბევრჯერ გამეორებულა და ერთი კადრის სახე მიიღო შენს ცნობიერებაში. ეგეთი წარმოდგენა ჩემი ბავშვობიდან არის ვითარება, როცა სამზარეულოში დედაჩემი აცხობს რაღაც ნამცხვარს, რომელიც ძალიან ისეთი მარტივი გამოსაცხობია, ბევრი ინგრედიენტი არ ჭირდება. დგას ვანილის სურნელი. მე ჭამ ცოტა ხნით ადრე მოხალულ თბილ მზესუმზირას. ვუყურებ რამე ისეთ ფილმს, ალბათ მეასედ რიგით, რომელიც ძალიან მიყვარს. მე და ჩემი ვსაუბრობთ ერთმანეთში და გარეთ ალბათ ცივა, მალე ძილის დრო იქნება და მე ვიცი რომ ნამცხვრის გარე კიდეებს მე დამითბობს, რომელიც უფრო გემრიელი იყო ხოლმე ვიდრე თავად ნამცხვარი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდი. რა არის შენი ყველაზე დიდი დაუცველობა? ზუსტად არ ვიცი რა იგულისხმება ამ შეკითხვაში. ვერ გამოვარჩევ რაღაც განსაკუთრებულ დაუცველობას, მაგრამ მქონია და მაქვს ხოლმე იმის განცდა, როცა ხვდები, რომ სინამდვილეში ძალიან პატარა ხარ ამ სამყაროსთვის და მიუხედავად იმისა, რომ გონია, რომ რაღაცებს შეგიძლია რომ გაუმკლავდე,
და უცებ აღმოაჩენ რომ არა ძალიან სუსტი ხარ. მე მგონი უმბერტო ეკოს აქვს ნათქვამი ძალიან კარგად რომ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და დამამცირებელი ზღვარი, რასაც ქვია სიკვდილი და რა ძლიერიც არ უნდა იყო ადამიანი ცხოვრებაში, მაგ ზღვარის გადაკვეთა ყველა შემთხვევაში მოგიწევს. ხო, მე ძალიან მეშინია სიკვდილის, არ უმალავ ამას. ძალიან ბევრს ვფიქრობ სიკვდილზე და ხვდები რომ სრულიად საბრალო და დაუცველი ვარ. ზოგადად მეც და ადამიანიც და ძალიან სასაცილოები ვართ ხოლმე ალბათ ბავშვობაში თვითმფრინავის ხმას რო გავიგებდი ხოლმე სულ ესე ვიყურებოდი. და ხანდახან მე არ ჩანდა, რაც ახლა არ გამოჩნდა. ხან თვითმფრინავი, ხან ჩიტების ხმა ჯობია. ბევრად. ხო, რა კითხვა იყო, რა არის შენი ყველაზე დიდი დაუცველობაო. ალბათ ეგ არის, რომ ვაცნობიერებ, რომ არის რაღაც ზღვარი, რომლის გადაკვეთაც აუცილებლად მომიწევს, ეგ არის სიცოცხლის დასასრული. და მე არ დაუმალავ, რომ მეშინია ამ პროცესის განსაკუთრებით, იმიტომ რომ არ ვიცი როგორია, რამდენად მტკივნეულია, რას გრძნობ, რას განიცდი. და აი მაგაზე ფიქრის დროსაც ვარ ხოლმე ძალიან დაუცველი. მაგრამ ხანდახან მომხნევებს იმის განცდა, რომ არიან ადამიანები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებმაც გადალახეს ეგ ზღვარი და თუ მათ შეძლეს და შეიძლება უნდა, მაგრამ ხო, როგორც არის მოკლედ. შემდეგი შეკითხვა არის ესეთი, როგორ უმკლავდები სტრესსო? ვიცი რა მეტყობა რომ მე სტრესს უმკლავდები. მე ძალიან მიჭირს შფოთთან და სტრესთან გამკლავება. ადრე მქონდა მისი რეცეპტი, ეს იყო ალკოჰოლი, მაგრამ ალკოჰოლზე უარი ვთქვი. სინამდვილეში სტრესთან გამკლავება არ ვიცი როგორ ხდება, ყველა სხვადასხვა მეთოდი აქვს. მე განსაკუთრებული მეთოდები არ მაქვს, მაგრამ რაც მეხმარება ეს არის სეირნობა, სწრაფი სიარული და ხანდახან ვამჩნევ ხოლმე, რომ განსაკუთრებით რთულ მომენტებში ძალიან მშველის, რომ როდესაც არ ვიცი როგორ გავუმკლავდე სტრესს, როგორც მინიმუმ შემიძლია რომ ამ სტრესის შესახებ მოვყვე, ამის შესახებ დავწერო. სახეცვლილი ფორმებით, მაგრამ მაინც. შემდეგი შეკითხვა, როგორ ფიქრობ, რა არის ის ტრამვა, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას შენს ცხოვრებაზე? ეს არის ძალიან რთული კითხვა. იმიტომ რომ ბევრს ვფიქრობ ბოლო პერიოდში ამაზე, განსაკუთრებით ჩემს შვილთან ურთიერთობის დროს, მაშინ როცა არ მინდა რომ გავიმეორო ის შეცდომები, რასაც ჩემი მშობლები უშვებდნენ ხოლმე ჩემთან ურთიერთობისას და ხანდახან მაინც გამექცევა რაღაცნაირად. ბავშვობის ტრამვა არის სცენაზე გამოსვლა, როცა ძალიან მსხვენო და ამის გაკეთების რაღაც სპექტაკლს დგამდნენ ჩვენთან სკოლაში და იძულებული ვიყავი რომ მეც მქონოდა როლი, მომცეს როლი და ერთი ფრაზა უნდა მეთქვა, მეტი კი არა, ძალიან მსხვენო და განვიცდი, უცელი მტკიოდა მთელი დღე და მახსოვს რომ აი ძლივს ამოვილუღლუღე. სადღაც სამასწავლებლო ოთახში იყო ეს სპექტაკლი და რო ვთქვი და ვიფიქრე რომ დავისვენე მეთქი, აი რაც არის თქო რა, ხო დამთავრდა რაც თავარია ეს ყველაფერი, როგორც არ უნდა გამოსულიყო და გავხედე სკოლის დირექტორს, რომელიც აი რაღაცნაირად იღიმოდა. კი არ დამცინოდა, მაგრამ რაღაცნაირად ისე იღიმოდა, რომ აი ძალიან შემრცხვა ამ ნათქვამი ფრაზის და მას მერე ძალიან რთულია ჩემთვის რაიმე სახის სამსახიობო შესრულება. აი ხანდახან არის რომ გადაცემას აკეთებ და შეხვდი შენს რესპონდენტს და კამერამ არ ჩაიწერა, ან ხმა არ იყო და პროდიუსერი გეუბნება რომ კიდე ერთხელ უნდა გადავიყოთ ეს და ეს არის ჩემთვის ერთი სიკვდილის გათავება, იმიტომ რომ ესეც კი იმდენად რთულია ჩემთვის რომ ვითამაშო, რომ ხელახლა შევხვდით ერთმანეთს, რომ ძალიან მიჭირს ხოლმე და როგორც წესი მთავრდება ეს ყველაფერი რომელიმე პროდიუსერთან
ჭუბით. აი ეგ არის ერთ-ერთი ტრამვა. რა თქმა უნდა არ არის ხა რაღაც ისეთი განსაკუთრებული რაც გავიხსენე, მაგრამ ხვდები რომ მუშაობს. როდის და რაზე იცინე ბოლოს ყველაზე გულიანად. მე მიყვარს სიცილი. ბოლო დროს რაზეც ვიცინე, ამასინათ ვიცინე, როცა ჩემი შვილი ნახევრად ქართულად, ნახევრად ინგლისურად და დამტვრეული ესპანურით უხსნიდა თავის პირველ კლასელ მეგობარს რა არის ხინკალი. ხო არაფერი სასაცილოა ხა თქვენ არ გაგეცემთ, მაგრამ ძალიან სასაცილო იყო, იქ უნდა ყოფილიყავით. არის კითხვა, რომელიც საკუთარი თავისთვის არასოდეს დაგისვამს. არის და თქვენი საქმე არ არის. რა კითხვა ეს? როდის და რაზე იტირე ბოლოს? ხო, ამასინათ გადავწყვიტე ხელახლა მენახა ფილმი Children of Heaven, ხო, ეგრე ქვია. აი ირანელ ბავშვებზე არის გადასარევი ფილმია, ირანელ დაძმაზეა, რომლებსაც ერთი საზიარო ფეხსაცმელი აქვს და ისე დადიან სკოლაში, იმიტომ რომ ძმა, უფროსი ბიჭი დაკარგავს საკუთარი დის ფეხსაცმელებს, რომელიც შესაკეთებლად ჰქონდა წაღებული და შემდეგ სადღაც მაღაზიაში შეივლის და იქიდან დაეკარგება და მოკლედ უწევთ, რომ ერთი და იგივე კედებით იარონ სკოლაში და როცა დამბრუნდება, ეს იცვამს სადღაც ხვდებიან ერთმანეთს და მიდიან ისეთი ფილმი კი არ არის, რომ აი ცრემლები უნდა აღვარღვარო. ძალიან ესეთი ყოფითი ადამიანური ისტორია არის. და სხვათა შორის ძალიან კარგად ურტყამს ისეთ წერტილებს, რომელიც გამოგვივლია ბევრ ჩვენგანს, აი ხლა ვინც ამას უყურებთ. და აი როცა თქვით რომ რა არის ის ტრავა, რომელიც დღემდე ახდენს შენზე გავლენას თუ როგორღაც ასე იყო ეს შეკითხვა. მივხვდებით რომ ბავშვობაში ძალიან ბევრი რაღაც ფორმირდება, ეგრე რამაც მე შეიძლება მთელი ცხოვრება გვაწვალოს ან პირიქით მთელ ცხოვრებაში მოგცეს თავდაჯერება და ისეთი დრამატული ფილმი კი არ არის, რამე ისეთი განსაკუთრებული ცუდი კი არ ხდება, მაგრამ აი როცა უყურებ ამ ფილმში ამ ბავშვების ემოციებს, როცა აი აბსოლუტურად თითქმის უმნიშვნელო, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე ძალიან გულწრფელად ტირიან და აღვარღვარებენ ცრემლებს, რაზეც ახლა ჩვენ გაგვეცინება, მაგრამ მაშინ ეს იყო ძალიან რთული მათთვის. ხო და მაგ ფილმზე წამომეტირა. ისე ხშირად ვტირიხო, ოღონდ რაღაცის მიზეზი მომეც. როგორც წესი ფილმებზე ვტირიხო. როგორ ფიქრობ, როდესაც მწერალი ტრაგედიაზე წერს, ის ამ გზით ცდილობს ტკივილის თავიდან აცილებას, თუ ამ გზით უახლოვდება მას. ავტორები წერენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ან იმ ტკივილის დროს, ან ამ ტკივილ გამოვლილები. მაგრამ არ ამგონია, რომ ამ ტკივილ მოშუშებულები თუ ამაზე წერს, ესე იგი თავი კარგად დაამახსოვრა ამ ტკივილმა. მეორე მხრივ, ალბათ ყოველ შემთხვევაში მკითხველისთვის მე ღმად მწამს იმის, რომ მკითხველისთვის ლიტერატურა ეს არის მზადება ტკივილისთვის. უпроსტად განაკონკრეტული ტკივილისთვის მზადება, არამედ როცა შენ კითხულობ რომელიმე პერსონაჟის ამბავს, განიცდი მასთან ერთად, შეიძლება იტირო მის გამო, ხო? და მე ეს ცოდნა სადღაც მიაძინო გონებაში. ლიტერატურა მუშაობს ისე, რომ თუ კი ადამიანის ცხოვრებაში მსგავსი რამ ხდება, გინდა თუ არ გინდა, ეს ცოდნა ამოტივტივდება ხოლმე საჭირო დროს და საჭირო მომენტში და გიცავს. აი, ხშირად მithქვამს და კიდე ერთხელ გავიმეორებ ან მეზარება, რომ ჩემთვის ლიტერატურა ეს გავს აცრის გაკეთებას. როცა შენს ორგანიზმში შეყავთ ვირუსის დასუსტებული ვერსია, რათა იმ შემთხვევაში თუ ამ ვირუსმა მართლა შემოაღწია ორგანიზმში, უკვე ჰქონდეს სხეულს ინფორმაცია ამის შესახებ. ლიტერატურა ეს არის გონების ვაქცინაცია, ასე ვთქვათ, როცა შენ რაღაცას კითხულობ და ემზადები მომდევნო დღისთვის.
შეიძლება უკეთესი ადამიანი ვერ ხდები ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ, როგორც ერთი ძალიან კარგი მწერალი ამბობს ხოლმე, მაგრამ ხდები ბევრად უფრო ძლიერი. და შეიძლება მწერლის შემთხვევაშიც ასეთი არის. ხშირად ის წერს ტკივილ გამოვლილი იმისთვის, რომ რაღაცნაირად გაიყუჩოს ეს ტკივილი თუ ვერ შეაჩერა, თუ ვერ აჩერებს, მოყვეს მაინც ამის შესახებ. ხო, ეგ არის, ალბათ ეგ არის. შემდეგი შეკითხვა. თუ ერთ დღეს ცოდნას, რაც გაქვს, დაკარგავ, როგორ ფიქრობ, რა დარჩება შენგან? მე არაფერი განსაკუთრებული ცოდნა არ მაქვს ისეთი, რომლის დაკარგვაც ძალიან გამაღარიბებდა. რადგან ცხადია ვაჭარბებ, ეხლა რაღაცა ცოდნა დამიგროვებია ცხოვრებაში. მე მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი არის ამბები, რომლებიც გადაგხდენია თავს. თავგადასავლები, რომლებიც გადაგხდენია მარტოს, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად და რაც კარგად გახსოვს. იმიტომ რომ როგორც ერთმა კარგმა მწერალმა თქვა მეთქი, ცხოვრება არ არის ის, რაც გამოიარა, არამედ ის არის, რაც გახსოვს და აი სხვა შორის მარგარეტ ეტვუდს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი, რომ საბოლოოდ ჩვენ ყველანი ამბებად გადავიქცევით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბები მუდმივად მახსენებდეს თავს. ხო და რა ვიცი, ხა ცოდნა რაღაც ორი კინკილა ცოდნა რაც გამაჩნია, თუ დავკარგავ რა დარჩება ჩემგან. ერთი უშნო მელოდი წვერიანი კაცი, რა უნდა დარჩეს, არაფერი. როდის და ვისგან იგრძენი ბოლოს, რომ ნამდვილად დაგინახა და გაგიგო? აი მელოძე გამახსენდა. იმაში რა თქმა უნდა, საკუთარ თმარც ქვია რაც არის, მე თვითონ უვლი წლებია, ამას არაფერი განსაკუთრებული ცოდნა არ ჭირდება და ამას წინათ ვერ მოვასწარი სახში და მომიწია რომ შემევლო ეგრეთ წოდებულ საპარიკმახეროში და ძალიან თან სევდიანი იყო და თან სევდიანი მომენტი იყო და თან ვირწმუნე რომ ადამიანებს ერთმანეთის გაგება შეუძლიათ, იმიტომ რომ აი დავჯექი და არც ერთი სიტყვის თქმა არ დამჭირდა ამ ეგრეთ წოდებული პარიკმაყერის. აი არც ერთი სიტყვა არ მithქვამს, ესე თავიდან მამაკაცური სოლიდარობა გამოხატა, რივე მესე უთხრეთ ერთმანეთს და დაახლოებით წუთ ნახევარში ყველაფერი მზად იყო. რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად ნანობ? ამ შეკითხვას აქვს, რა თქმა უნდა, ისეთი პასუხები, რომლის გაზიარების სურვილიც არ მაქვს. მაგრამ არის ისეთები, რაზეც შეიძლება რომ ილაპარაკო ადამიანი. ვნანობ ისეთ მომენტებს, როდესაც საკუთარ სინდისთან, საკუთარ თავთან წავსულ ვარ კომპრომისზე, აი იმ სიმშვიდის მოპოვების ხარჯზე, რომელზეც აი ამ ინტერვიუს დასაწყისში ვთქვი. როცა ხვდები, უფრო მეტად ვნანობ, სხვანაირად რომ ვთქვა, არა იმას, რაც გამიკეთებია, არამედ იმას, რაც არ გამიკეთებია და უნდა გამეკეთებინა. ვიღაცისთვის მე თქვა არა, ვიღაცისთვის მე თქვა რომ ამას არ ვეთანხმები. ამის გაკეთება არ შეიძლება და დუმილი ვარჩიე. ესეთ მომენტებს ვნანობ. ხო, ვნანობ ხოლმე უფრო მეტად იმას კი არა რაც გავაკეთე, არამედ რაც უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე. როგორ ფიქრობ, ყველა ტკივილი რაღაცას გვასწავლის თუ არსებობს ტკივილები, რომელსაც არაფერი შეუძლია გვასწავლოს? არის ტკივილები, რომელთა სწავლებაც არა, ყველა რაღაცას არ გვასწავლის, უბრალოდ შეიძლება რაღაცას გვასწავლიდეს, მაგრამ ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ სწავლებას, იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრებაში არის ხოლმე კანონზომიერებას აცდენილი ტკივილები, დანაკარგები, რომელმაც შეიძლება რაღაც ასწავლოს მას. შეიძლება მოიგონო, მოუფიქრო სარჩული, რომ აი რაღაცა მასწავლა. მაგრამ ამ სწავლების გარეშე ბევრად უკეთესი იქნებოდა.
არის რაიმე რაშიც ფიქრობ, რომ ვერავინ გიგებს. აი მაგალითად იმაში, რომ ჭაჭა არის დილის სასმელი. არავინ არ მეთანხმება ამაში. შეიძლება მეთანხმება ვიღაც. მაგრამ ვირწმუნები ამდენი წელია ვამტკიცებ, რომ ჭაჭა ეს არის დილის სასმელი. დილით უნდა მოიბრუნო თავი და რაღაცა ამას ვამბობ, ყველას ეცინება ხოლმე. არა. რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ცხოვრებაში გითქვამს? ტყუილები მithქვამს, ბევრი. ისეთი განსაკუთრებული, ისეთი ტკივილი კი არა და ტყუილები კი არა, რომ რაღაცა დავანგრიე და ის. აი მაგალითად დიდ ტყუილს ვამბობ ხოლმე ხშირად, როცა ვიღაცა მეკითხება როგორ ხარო და მე შეიძლება არ ვიყო კარგად და მეუბნები რომ კარგად. ეს დასაფიქრებელი რაღაც არის სხვათა შორის, აი კარგი იქნება თუ მეც ვიფიქრებთ, რომ ადამიანები ვიყოთ ხოლმე მეტად გულწრფელები და თუნდაც მექანიკურად დასმულ, ზრდილობისთვის დასმულ შეკითხვაზე როგორ ხარ, არ ვიპასუხოთ აუცილებლად რომ კარგად. ეგ ტყუილები მithქვამს, კი, როცა ძალიან ცუდად მყოფისთვის უკითხავთ რომ როგორ ხარ და მე მithქვამს კარგად. წარმოიდგინე რომ შენი ცხოვრება, რომელსაც ახლა გადიხარ, სინამდვილეში შენი დაწერილი წიგნია. როგორ შეაფასებდი ავტორს და რა ჟანრია ეს წიგნი. იცით მე დაუსრულებელ ტექსტებზე ვერ მაქვს ხოლმე და ამბავი უნდა იყოს შეკრული. ყველა ამბავს აქვს ესეთი თავისი კლასიკური უნივერსალური წესი აქვს ამბავს, რომ მას უნდა ჰქონდეს დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და დასასრული. მასში უნდა იყოს რაღაც კონფლიქტი, პრობლემა, მასში უნდა იყვნენ პერსონაჟები. კი, ყველა ცხოვრებაში არის ესეთი ეპიზოდები, მათ შორის ჩემშიც, ბევრი კონფლიქტი, ბევრი პერსონაჟი, ბევრი კარგი და რთული მომენტი, მაგრამ ნება მომეცით, რომ ჯერ ეს ჟანრებს არ მივაკუთვნო და არ შეფასება დავიწყო. როცა დამთავრდება, მე შეიძლება რომ სხვამ დაარქვას სახელი. სულ ეს იყო. დიდ ბოდიშს გიხდით, გაუგებარი, აბდაუბდა საუბრის გამო. Okay, that's all. Okay. Yeah.